ლონდონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი დემოკრატთა საერთაშორისო კავშირის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი შეხვედრას ერთად ესწრებიან. ღონისძიების მასპინძელი კონსერვატორთა პარტიაა. დემოკრატთა საერთაშორისო კავშირში 45 სრული და ასოცირებული წევრია გაერთიანებული. მათ შორის არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც. დღეს კი კავშირს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიაც შეუერთდა, რომლის წარმომადგენლებიც აგრეთვე ესწრებიან ლონდონში მიმდინარე ფორუმს. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქიდან ნათია ტრაპაიძე გვერდება. საერთაშორისო დემოკრატთა კავშირის ყრილობაზე, რომლის მასპინძელიც ინგლისის კონსერვატიული პარტია და ქვეყნის პრემიერ-მინისტრია, სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ უკვე მიმართა კავშირის 45 წევრი ქვეყნის დელეგატებს. საკუთარი სიტყვის პირველი ნაწილი პრეზიდენტმა დაუთმო იმაზე საუბარს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიოს დემოკრატიული განვითარებისთვის ამ კავშირის არსებობა. ჩვენ ყველანი აქ ხუთი კონტინენტიდან ისე ჩამოვედით, თითქოს ოჯახურ შეხვედრაზე ვართ, რადგან ჩვენ საერთო პასუხისმგებლობები გვაერთიანებს. დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ჩვენ ვირჩევთ ისეთ საზოგადოებას, სადაც თავისუფალი ინდივიდები ცხოვრობენ და არა ერთიანი სოციალური კლასები. ჩვენ გვჯერა, რომ ღია ეკონომიკა არის კეთილდღეობის საფუძველი და არა სოციალიზმი და იზოლაცია. და თუ შევაჯამებთ, ჩვენ ვუფრთხილდებით ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებს, რომლებიც სწორედ ამ ქვეყანაში შეიქმნა საუკუნეების წინ. სწორედ ამიტომ ჩვენი ოჯახის წევრების შეხვედრის უკეთესი ადგილი არ არსებობს. გამოსვლის მეორე ნაწილი მიხეილ სააკაშვილმა მთლიანად საქართველოში არსებულ სიტუაციასა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე საუბარს დაუთმო. მიხეილ სააკაშვილმა ფორუმის დელეგატებს დეტალურად გააცნო ის რეფორმები, რომელიც ქვეყანაში წარმატებით განხორციელდა. 8 წლის წინ საქართველოს ჯერ კიდევ კრიმინალური და კორუმპირებული ქვეყანა იყო. 8 წლის წინ ჩვენი ხალხი ქუჩაში იმ პრინციპების დასაცავად შეიკრიბა, რომელმაც ჩვენ დღეს აქ შევკრიბა. მათ ქუჩაში ის თაობა გამოიყვანეს, რომლებმაც საქართველოში რეგიონალური მნიშვნელობის ლიბერალური რეფორმები გაატარა. ოკუპირებული ტერიტორიების გარდა ჩვენ მთელ ქვეყანაში დემოკრატიას ვაშენებთ და საქართველოს ლიბერალური რეფორმების მოდელი გახდა. ჩვენ ნებართვების 90% გავაუქმეთ. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა გასამაგდა. EBRD-ის კვლევების მიხედვით საქართველოს ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანაა. დღეს დაგეგმილია კიდევ ერთი სიტყვით გამოსვლა მიხეილ სააკაშვილის. ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი იმ გალავახშამს დაესწრება, რომელიც ქვეყნის პრემიერის ეგიდით იმართება და იქაც დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა.